მიქაელის მისია. მეექვსე ლექცია. ბოლო დღეებში წაკითხული ლექციებიდან ნათლად გამოიკვეთა, რომ ადამიანის არსების სრული გაგებისთვის აუცილებელია ამოვიცნოთ მისი არსების შემადგენელი წევრები. უწინარეს ყოვლისა გავაცნობიეროთ ღრმა სხვაობა ადამიანის თავის ორგანიზაციასა და დანარჩენ ორგანიზმს შორის. როგორც ვიცით, დანარჩენი სხეული ორი ნაწილისგან, ორი წევრისგან შედგება. ასე რომ მთლიანობაში სახეზე გვაქვს სამწევრიანობა. მაგრამ ადამიანის ამჟამინდელი და ასევე უახლოესი მომავლის ევოლუციის მნიშვნელოვანი იმპულსების სათანადო გაგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვაობა ადამიანის თავის ორგანიზაციასა და დანარჩენი სხეულის ორგანიზაციას შორის. როდესაც ადამიანის არსებას სულის მეცნიერული მიმართებით ვიმეცნებთ, ანუ როდესაც თავის მიერ ადამიანს დანარჩენი ადამიანისგან განვასხვავებთ, ეს ორი ორგანიზაცია თავდაპირველად ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ ხატსახეებია. თავად ბუნების მიერვე შვინვერ სულიერი აღქმისთვის შექმნილი ხატსახეები. ადამიანის ადგილი კაცობრიობის ევოლუციაში გასაგები ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვაცნობიერებთ თუ რაოდენ განსხვავებულ ადგილს იკავებს ამ ევოლუციაში ადამიანის თავის ორგანიზაცია. ყოველივე, რაც კი თავის ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული და რაც სწორედ თავის მეშვეობით ვლინდება, როგორც ადამიანის წარმოდგენების ცხოვრება, ადამიანის ევოლუციის სიღრმეებში, პოსტ-ატლანტიდურ წარსულში იღებს სათავეს. ეხლა ეს ძალიან საყურადღებო წინადადებაა, რომ ყოველივე ის, რაც კი თავის ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული, პოსტ-ატლანტიდურ წარსულში იღებს სათავეს და აი ახლა მიდის, რას წარმოადგენს პოსტ-ატლანტიდური ეპოქა, რამდენი ეპოქისგან შედგება იგი. და რომ ეს ეპოქა თავის ორგანიზაციასთან არის, ეპოქები თავის ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული. ანუ ეს არის ის შორეული წარსული, რომელიც უშუალოდ ატლანტიდის კატასტროფის შემდეგ დაიწყო. ესე იგი 6, 7, 8, 1000 წლეულით ადრე ჩვენს ქრისტიანულ ერამდე. დავინახავთ, რომ იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს ყველა ქვეყანაში დომინირებდა ისეთი მშვინვერი წყობა, რომლის შედარებაც კი თანამედროვე ადამიანის მშვინვერ წყობასთან შეუძლებელია. მაშინდელი ადამიანისთვის ნიშანდობლივი სამყაროს აღქმა რადიკალურად განსხვავდება ჩვენეული გარეგრძნობადი აღქმის და აზრისმიერი წვდომისგან. ჩემს იდუმალთ მეტყველებაში ასე ქვია შტაინერის ერთ-ერთ წიგნს. ეს კულტურა განსაზღვრულია როგორც ძველი ინდური კულტურა. მასშტაბი ადამიანის თავის ორგანიზაცია, რომელიც იმხნად საკუთრივ თავთან იყო დაკავშირებული, მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენი ამჟამინდელი ორგანიზაციისგან. ასე რომ ჩვენთვის ესოდენ ბუნებრივი სივრცის და დროის ცნებები ამ უძველესი ადამიანისთვის სრულიად უცხო იყო. სამყაროს შემეცნება იმ პერიოდში დროისა და სივრცის მკვეთრ დიფერენცირებას არ საჭიროებდა. სამყაროს განჭვრეტისას ადამიანები თვალშეუდგამ სივრცეებს გარეშე მოწერდნენ და იმავდროულად დროის სხვადასხვა მომენტებსაც აღიქვამდნენ. ამ მიმართებით პირველი გამონათება მიახლოებით მე-5 და მე-4 ათასწლეულებში აღინიშნა სახელდროფ იმ ეპოქაში ძველ სპარსულს რომ ვუწოდებთ. მაგრამ ამის მიუხედავად განსხვავება იმ დროის ადამიანის მშვინვერ წყობასა და ჩვენი თანამედროვე ადამიანის მშვინვერ წყობას შორის და ასევე სამყაროს ამჟამინდელ და თანამედროვე კონცეფციებს შორის ძალზე დიდია. იმ ეპოქის ადამიანები საგანთა და მოვლენათა ინტერპრეტირებისას ერთობ მკვეთრად მიჯნავდნენ სინათლეს და სიბნელეს, ნათელსა და ბნელს. დედამიწის იმ უძველეს მკვიდრთათვის სრულიად უცხო იყო ის აბსტრაქციები, რომლებშიც ჩვენ ცხოვრობთ. იმ პერიოდში ჯერ ისევ არსებობდა უნივერსალური ყოვლის მომცველი აღქმის ერთგვარი ნაშთი. შეგნება ყოველივე ხილულის ნათლით მსჭვალულებისა, რომელშიც ნათელი მასთან ამა თუ იმ ხარისხით შეპირისპირებული ბნელით იყო გამოკვეთილი. ასევე აღიქმებოდა სამყაროს მორალური წესრიგი. კეთილგანწყობა და სიკეთე შეიგრძნობოდა როგორც სინათლე, სხივიერება, ხოლო ყოველივე ეგოისტური იჭმეული როგორც სიბნელე. ადამიანის მორალური ინდივიდუალობა ნაწილობრივ ჯერ კვლავ მისი გარეფენილი აურის მეშვეობით აღიქმებოდა.
ჩვენ რომ ძველი სპარსული ეპოქის ადამიანს გამოვლაპარაკებოდით იმის შესახებ, რასაც დღეს ბუნების წესრიგს, ბუნების თადარიგს ვუწოდებთ, იგი ვერაფერს გაიგებდა. სინათლისა და სიბნელის მისეულ სამყაროში ბუნების თადარიგი ჩვენი თანამედროვე გაგებით არ არსებობდა. სამყარო მისთვის იყო შუქჩრდილების სამყარო და ბგერათა ამ სამყაროში ჟღერადობის ზოგიერთი ნიუანსი მის მიერ განისაზღვრებოდა როგორც ნათელი, ელვარე, სხვანი კი როგორც ბნელი, მრუმე. დიახ, სამყარო მისთვის იყო ნათლის და წყდიადის სამყარო, ხოლო რაც ამ ბნელ ნათლის მეშვეობით ვლინდებოდა, მისთვის ერთდროულად სულიერი ძალაც იყო და ბუნებრივიც. სულიერ ძალებს ბუნებრივისაგან იგი არ ანსხვავებდა. მას უდაოდ აბსურდად მოეჩვენებოდა თანამედროვე ცნობიერებაში დამკვიდრებული განსხვავება ბუნებრივ გარდუვალობასა და ადამიანის თავისუფლებას შორის. ამგვარი ორწევრიანობა მისთვის სრულიად გაუგებარი იყო. იგი ყოველთვის ერთიან სულიერ ფიზიკურ მთლიანობაში აღიქვამდა. ადამიანის ზემოაღწერილმა მშვენიერმა წყობამ 2000 წლეულს გასტანა. ამის შემდგომ დასაბამი დაიდო ახალმა სულიერმა წყობამ, რომელიც ერთგვარად აირეკლა ეგვიპტურ ქალდეურ კულტურაში. განსაკუთრებით კი იმ სოფლმხედველობაში, რომლის სხივები ძველ აღთქმაში განივთდა. აქ პირველად ერთგვარი მონიშნების სახით წარმოჩნდა ადამიანის წარმოდგენებში გაჟონილი ბუნებრივი გარდუვალობის იდეა. თუმცა ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ძალიან შორს იდგა იმისგან, რასაც დღეს ბუნების მექანიკურ, ანუ მატერიალისტურ წესრიგს ვუწოდებთ. ბუნებრივი პროცესები განიხილებოდა როგორც ღვთაებრივ ნებასთან, განგებასთან გაიგივებული. ადამიანმა იცოდა, რომ როდესაც ის ამოძრავებს ხელის მტევანს, ეს მასში განბეჭდილი ღმერთის ნებით ხდება. ხისტოტების რხევის აღქმა მისთვის არაფრით განსხვავდებოდა საკუთარი ხელის მოძრაობის განცდისგან. ორივე შემთხვევაში, ხელის მოძრაობაშიც და ხის რხევაშიც, იგი ერთსა და იმავე ღვთაებრივ ძალას, განგებას ჭრედდა. მაგრამ ამავდროულად იგი უკვე განასხვავებდა ღმერთს თავის გარეთ და ღმერთს თავის არსებაში. თუმცა ღმერთი აღიქმნებოდა როგორც ერთიანი, ღმერთი ბუნებაში და ღმერთი ადამიანში. ერთი და იგივე ღმერთი იყო და ადამიანებმა იცოდნენ, რომ თან ატარებენ რაღაც ისეც, რისი მეშვეობითაც განგება, რომელიც გარე ბუნებაშია და განგება, რომელიც მათ წიაღს უფევს, ერთმანეთს ხვდება. ამ პერიოდში სუნთქვის პროცესი ასეთნაირად შეიგრძნობოდა. ადამიანის ჯიდა, ანუ განსჯიდა რა, როდესაც ხე ირხევა, ეს არის ღმერთი ჩემს გარეთ. როდესაც ხელს ვამოძრავებ, ეს არის ღმერთი ჩემს წიაღ. როდესაც ჰაერს შევისუნთქავ და გადამუშავებულს კვლავ ამოვისუნთქავ, ამ დროს ღვთაება შემოდის ჩემში და უკვლავ უკან ბრუნდება. მაშასადამე, როგორც შიგნით ისე გარეთ, ერთი და იგივე ღვთაებრივი მოქმედებდა. გარეგანი და შინაგანი ერთდროულად, ერთ პუნქტში, ერთ წერტილში შეიგრძნობოდა და ადამიანი ამბობდა, რა გიღავ სუნთქავ, ესე იგი გარე ბუნების არსებას წარმოგვადგენ, მაგრამ იმავდროულად მე თავად მე ვარ. მეოთხე ბერძნულ ლათინურ კულტურაში ყველაფერი შეიცვალა. ადამიანის ცნობიერებაში მკაფიოდ გამოიკვეთა შეპირისპირება გარე ბუნებასა და შინაგან ბუნებას შორის, ბუნების ყოფიერებასა და ადამიანის ყოფიერებას შორის. ადამიანი ცხადლივ შეიგრძნობს საკუთარი არსების ბუნებასთან შეპირისპირებას. ადამიანში იღვიძებს ბუნებასთან დაპირისპირებაც. უკვე თუ სქემატურად გამოვხატავ ამ შეგრძნებას, ყოველივე ამგვარად წარმოგვიდგება. ერთი მხრივ ადამიანი შეიგრძნობს გარეგნულს, მეორე მხრივ შინაგანს. ამ ორ სამყაროს შორის აღარ არსებობს გადაკვეთის პუნქტი. ის, რასაც ადამიანი საერთო აქვს ბუნებასთან, გარკვეულწილად მისი შეგნების მიღმა რჩება. ანუ ამოვარდნილია ცნობიერების საძიერიდან. ინდური იოგას კულტურაში ადამიანები ცდილობდნენ კვლავ დაებრუნებინათ ცნობიერებაში ბუნებასთან ურთიერთობის შეგრძნება. ამიტომ იოგას კულტურა წარმოადგენს ატავისტურ ოკუსლას კაცობრიობის ევოლუციის ადრეული სტადიებისკენ. ხედავთ, როგორ განიხილავს ინდურ იოგას შტაინერი. ეს არის ატავისტური უკუსლა კაცობრიობის ევოლუციის ადრეული სტადიებისკენ. რამე თუ აქ სუნთქვის პროცესის ცხოვრებაში შემოყვანის ცდელობას აქვს ადგილი. ესე იგი, სუნთქვის პროცესის ცნობიერებაში შეყვანის ცდელობა.
მესამე ეპოქაში ეს თავისთავად ბუნებრივად შეიგრძნობოდა როგორც ადამიანის გარეთ და მის შიგნით ერთდროულად არსებული. მეოთხე ეპოქა ქრისტეშობამდე მერვე საუკუნეში დაიწყო. მაშინ იწყება იოგას სავარჯიშოების განვითარებაც, რომლის მეშვეობით ცდილობდნენ წარსულიდან დაებრუნებინათ ის, რასაც ადამიანი განსაკუთრებულად სწორედ ძველ ინდურ კულტურაში ფლობდა და რაც დროთა ვითარებაში დაიკარგა. ამას კვლავ უნდა მივახციოთ, მაგრამ სრულიად სხვა გზით. ჩვენზე კვლავაც ძლიერად ზემოქმედებს ის კულტურა, რომელშიც ორწევრიანობა ადამიანის სამშვენველის ნიშანდობლივ წყობად მიიჩნეოდა, რამე თუ მეოთხე პერიოდი მიახლოებით 1413 წელს დამთავრდა. თავის ორგანიზაციის წყალობით ადამიანი არასრულად აღიქვამს ბუნებას, ანუ გარესამყაროს, ხოლო შინაგანი, ესე იგი დანარჩენი ორგანიზაციის წყალობით, იგი არასრულად იმეცნებს საკუთარ თავს. ის, რითიც უნდა შევიმეცნოთ სამყაროს პროცესები და ასევე ჩვენი უშუალო პროცესები დაკარგული გვაქვს. ნახეთ, როგორ საინტერესო გამოდის, რომ ესე იგი შინაგანი ორგანიზაციის წყალობით არასრულად ვიმეცნებთ საკუთარ თავს, ხოლო თავის ორგანიზაციით არასრულად აღვიქვამთ ბუნებას. ესე იგი, გამოდის, რომ ის, რითიც უნდა შევიმეცნოთ ბუნების პროცესები, სამყაროს პროცესები და ასევე ის, რითიც ჩვენი უშუალო პროცესები უნდა შევიმეცნოთ, დაკარგული გვაქვს. ესე იგი, ამ მიერიდან ჩვენი ამოცანა შეგნებულად მივახციოთ იმას, რაც დავკარგეთ. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვიპოვოთ უნარი, რომლის შემწეობით დავიუფლებთ რაღაც ისეთს, რაც ჩვენშიც არსებობს და იმავდროულად როგორც გარე, ისე შიდა სამყაროს მიეკუთვნება. ორივეში განივრცობა და განიფინება. აი ეს უნდა იყოს მეხუთე პოსტ-ატლანტიდური ეპოქის მისწრაფება, ანუ ჩვენი ეპოქის თევზების. სახელდობრ ქრისტიანული ეპოქა როცა იწყება, სახელდობრ უნდა ვესწრაფოთ ჩვენს შინაგან სამყაროში, გამოვავლინოთ ის, რაშიც იმავდროულად გარკვეული გარე პროცესებიც მიმდინარეობს. ესე იგი, შინაგან სამყაროში გამოვავლინოთ ის, რაშიც იმავდროულად გარკვეული გარე პროცესიც მიმდინარეობს. აუცილებელია მოვიპოვოთ ის, ვიპოვოთ ის, რაც ადამიანის შინაგან სამყაროშია დაუნჯებული და რასაც იგი იმავდროულად აცნობიერებს როგორც გარე სამყაროს პროცესს. და ეგ არის რა ნატურის თვალი ყოველმან ჩემმან პოვნელმან, ხო, აი ზუსტად ეს. ესე იგი, ვიპოვოთ ის, რაც ადამიანის შინაგან სამყაროშია და რასაც იგი ამავდროულად აცნობიერებს როგორც გარე სამყაროს პროცესს. იოგას კულტურაზე დაყრდნობით ამის მიღწევა შეუძლებელია. იოგა წარსულია. რამე თუ თავად სუნთქვის პროცესი შეიცვალა. ცხადია, ამას კლინიკურად ვერ დავამტკიცებთ. მაგრამ სუნთქვის პროცესი მართლაც შეიცვალა მესამე პოსტ-ატლანტიდური ეპოქის შემდეგ. ესე იგი, მესამე პოსტ-ატლანტიდური ეპოქა, ანუ ეგვიპტურ-ქალდეური ეპოქა. უხეშად რომ ვთქვათ, მესამე პოსტ-ატლანტიდური კულტურის ხანაში ადამიანი ჯერ კვლავ თავის სამშვენველს შეისუნთქავდა. დღეს კი ჰაერს შეისუნთქავს. დღეს არა მარტო წარმოდგენებია მატერიალისტური, თვით რეალობამაც კი თავისი სამშვენველი დაკარგა. ჩემი თხოვნა, ზერელეთ ნუ მოეკიდებით ამ მეტად მნიშვნელოვან ფაქტს. აბა დაფიქრდით. თავად რეალობა, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, იმგვარად შეიცვალა, რომ ჰაერი, რომელსაც ვისუნთქავთ, 4000 წლის წინანდელთან შედარებით სხვანაირია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ამ დროის მანძილზე შეიცვალა არა მარტო კაცობრიობის ცნობიერება. ადრე სამშვენველი დედამიწის ატმოსფეროში იყო. ჰაერი იყო სამშვენველი. დღეს ეს აღარ არის. უფრო სწორად სამშვენველი არის, მაგრამ სრულიად სხვაგვარი. როგორც გუშინ მოგახსენეთ, ადამიანში ბუნების ელემენტარულმა სულიერმა არსებებმა შემოაღწიეს. ბუნების ელემენტარულმა სულიერმა არსებებმა შემოაღწიეს ადამიანში. თქვენ შეგიძლიათ შეისუნთქოთ ისინი,
თუ კი იოგას სუნთქვის მეთოდს იყენებთ. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ხელოვნურად ვერ დავიბრუნებთ იმას, რაც 3000 წლის წინათ ნორმალური სუნთქვით მიიღწეოდა. ამ მიმართებით გაწეული მცდელობა აღმოსავლეთის ხალხების უდიდესი ილუზია. ასეთია რეალობა. აღარ არსებობს შვენიერებით, კი არა, შვინვიერებით გაჯერებული, განშვინვიერებული ჰაერი, რომელიც ოდესღაც ადამიანს ეკუთვნოდა. და ამის მიუხედავად იმ არსებებს, რომელთა შესახებ გუშინ ვილაპარაკე. მათ შეიძლება ანტიმიქაელური არსებები ვუწოდოთ. და მათ შეუძლიათ შეაღწიონ ჰაერში. ჰაერის მეშვეობით ადამიანში და ამგვარად მთელ კაცობრიობაში. ჩვენ შეგვიძლია მათი განდევნა, მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ კი უარყოფთ ყოველივე იოგას მიერს და დავეყრდნობით იმას, რაც დღეს მართებულად არის მიჩნეული. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმას უნდა ესწრაფოდეს, რაც სადღეისოდ სწორია და ნამდვილი. ამასაც შევძლებთ, თუ კი გავაცნობიერებთ გარემოსთან ადამიანის უფაქიზეს ურთიერთკავშირებს. თუ კი გავაცნობიერებთ, რომ ჩვენს ეთერულ სხეულში წარმოიშობა სუნთქვის პროცესის მსგავსი რაღაც, რამაც სულ უფრო და უფრო ძლიერად უნდა გამსჭვალოს ჩვენი ცნობიერება. ლაპარაკობს ეთერულ სხეულს. ეთერული სხეული გარს აკრავს ფიზიკურ სხეულს. ეს მაინც რომ ვიცოდეთ, ენერგეტიკული სხეულია, რომელიც კვებავს ჩვენს ფიზიკურ სხეულს და პირიქით ფიზიკური სხეული კვებავს ეთერულ სხეულს. მაგრამ გარშემო აქვს ეთერული სხეული ფიზიკურ სხეულს. ცნობიერების სტრუქტურა არის ჩვენი ფიზიკური სხეული და მას მოსდევს ეთერული სხეული. დანარჩენ სხეულებზე, მერე წავიკითხავთ. მაგრამ ესე იგი ფიზიკური სხეული და ეთერული სხეული. და ესე იგი ჩვენს ეთერულ სხეულში წარმოიშობა სუნთქვის პროცესის მსგავსი რაღაც, რამაც სულ უფრო და უფრო ძლიერად უნდა გამსჭვალოს ჩვენი ცნობიერება. სუნთქვის პროცესში ჩვენ ჩავისუნთქავთ ჟანგბადით მდიდარ სუფთა ჰაერს, ამოვისუნთქავთ უვარგის ნახშირორჟანგს. აი ამის მსგავსი პროცესი ყველა გარეგრძნობად აღქმაში შეინიშნება. აბა დაფიქრდით, დაუშვათ რომ ხედავთ ცეცხლის ალს. ამ შემთხვევაში თქვენს თვალწინაა პროცესი, რომელიც შეიძლება ჩასუნთქვას შევადაროთ. ოღონდაც გაცილებით ფაქიზი ფორმით. შემდეგ თქვენ ხუჭავთ თვალს. შესაბამისად თქვენში აღბიჭდილი ცეცხლის ალის სურათი თანდათანობით სახის იცვლის. როგორც გოეთე იტყოდა, ინქვრევა. გარდა წმინდად ფიზიოლოგიურისა, ადამიანის ეთერული სხეულიც მნიშვნელოვან წილად მონაწილეობს სინათლის მიერ პროცესში. მაგრამ ეს პროცესი რაღაც უაღრესად მნიშვნელოვანს მოიცავს. ეს ის მშვენიერება გახლავთ, რომელიც 3000 წლის წინათ ჰაერთან ერთად ჩაისუნთქებოდა და ამოისუნთქებოდა. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ გარეგრძნობად აღქმებს, უნდა ვისწავლოთ მათი გამსჭვალვა მშვენიერებით, ისევე როგორც სუნთქვის პროცესი იმსჭვალებოდა 3000 წლის წინათ. მოგეხსენებათ, ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ადამიანი 3000 წლის წინ ერთგვარ ღამის, ღამეულ კულტურაში ცხოვრობდა. იაჰვე ღამეულ ზმანებებში ეცხადებოდა თავის წინასწარმეტყველებს. მაგრამ ჩვენ უნდა შევეცადოთ და იმგვარად განვავითაროთ სამყაროსადმი ჩვენი უფაქიზესი ინტიმური ურთიერთობა, რომ არაოდენ გრძნობადი, არამედ სულიერი აღქმებიც მივიღოთ. ჩვენთვის უცილობელ ჭეშმარიტებად უნდა იქცეს ის, რომ სინათლის ყოველი სხივით, ყოველი ბგერით, სითბოს შეგრძნებით და აგრეთვე ამ სითბოს განქრევით ურთიერთ მიმართებას ვამყარებთ სამყაროსთან. ამ ურთიერთ მიმართებას ადამიანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს. როგორც უკვე მოგახსენეთ, გოლგოთას მისტერია მეოთხე პოსტატლანტიდურ ეპოქას უკავშირდება, რომელიც ზუსტად რომ ვთქვათ, ქრისტეს შობამდე 747 წელს დაიწყო და ჩვენი წელთაღრიცხვის 1413 წელს დასრულდა. ეხლა რომ გამოვთვალე ახლა მე თვითონ და გამოდის რომ ეს მეოთხე პოსტატლანტიდური ეპოქა გრძელდებოდა 2150 წელი. საერთოდ აი 2000 წელი გრძელდება თითო ეპოქა დაახლოებით. ეხლა გოლგოთას მისტერია ამ ეპოქის პირველ მესამედში განხორციელდა.
და თავიდან იგი უძველესი აზროვნების ხერხის, უძველესი კულტურის ერთგვარი ნაშთის, ერთგვარი გამოძახილის მეშვეობით აღიქმებოდა. გოლგოთას მისტერიის წვდომის აღნიშნული ხერხი ამიერიდან სრულიად ახალი ხერხით უნდა შეიცვალოს. ეს არის ახლა მნიშვნელოვანი ამ. რამე თუ ძველი ხერხი, ძველმა ხერხმა ბოლომდე ამოწურა საკუთარი თავი. იგი ვეღარ აკმაყოფილებს გოლგოთას მისტერიის წვდომისთვის აუცილებელ პირობას. ამიტომაც ადამიანის აზროვნებაში გოლგოთას მისტერიის აღქმის უნარის გამომუშავების უამრავი მცდელობა, ცალმხრივი და არასაკმარისი აღმოჩნდა. მატერიალურად გამოვლენილ საგნებს თავიანთი სულიერ მშვინვიერი მხარეც გააჩნია. ასევე სულიერ მშვინვიერსაც აქვს თავისი გარემატერიალური მხარე. კაცობრიობის განვითარებაზე გარკვეული სულიერი ზემოქმედება იქონია იმ ფაქტმა, რომ მიწიერ ჰაერს სამშვინველი გამოეცალა და ადამიანი მშვინვიერებით გაჯერებულ ჰაერს ვეღარ ისუნთქავს. ჩაისუნთქავდა რა სამშვინველს, რომელთანაც ადამიანი დასაბამიერ იყო დაკავშირებული, როგორც ძველი აღთქმა გვაუწყებს, ღმერთმა შთაბერა ადამიანს სუნთქვა, ვითარცა სამშვინველი ცოცხალი. მას ჩაისუნთქავდა რა სამშვინველს, რომელთანაც ადამიანი დასაბამიერ იყო დაკავშირებული, მას შეეძლო აღიქვა სამშვინველის წინარე არსებობა. სამშვინველის დაბადებამდელი, ანუ ის ყოფიერება, ვიდრე იგი ფიზიკურ სხეულში დაეშვებოდა, დაბადების უпростоრად კი ჩასახვის მეშვეობით. მაგრამ როგორც სუნთქვის პროცესი კარგავდა მშვინვიერებას, ასევე ეკარგებოდა ადამიანს თავისი სამშვინველის წინარე ყოფიერების შეგნებაც. უკვე არისტოტელეს ხანაში მეოთხე პოსტატლანტინურ ეპოქაში ადამიანის წვდომის უნარით სამშვინველის წინაყოფიერების განცდა შეუძლებელი შეიქნა. ჩვენ ვდგავართ ღირსშესანიშნავი ისტორიული ფაქტის წინაშე. უდიდესი მოვლენა, ქრისტეს მოვლენა შემოიჭრა დედამიწის ევოლუციაში, მაგრამ კაცობრიობა სათანადოდ უნდა მომზადდეს, რათა არსობრივად ჩაწვდეს ამ მოვლენას. თავიდან კაცობრიობის პირველ საწყისი კულტურიდან შემორჩენილი წვდომის უნარით. მას ჯერ კიდევ შეეძლო აღიქვა გოლგოთას მისტერიის სხივნათლიერება. მაგრამ ეს უნარი თანდათანობით იკარგებოდა და დოგმატიკა უფრო და უფრო ართულებდა გოლგოთას მისტერიის გაგებას. ეკლესია სამშვინველის წინარე ყოფიერების რწმენას კრძალავს, არა იმიტომ, რომ გოლგოთას მისტერიასთან შეუთავსებლად მიიჩნევს მას, არამედ იმიტომ, რომ სამშვინველისგან დაცლილი ჰაერის პირობებში ადამიანს აღარ შესწევს ძალა, რომ სამშვინველის წინაყოფიერება გააცნობიეროს. ამრიგად, სამშვინველის წინარე ყოფიერების განცდა თავისმიერი შეგნებიდან ინხრევა. როდესაც ჩვენი გარეგრძნობადი შეგრძნებები განმშვინვიერდება, კვლავ მივაღწევთ გარდამკვეთ პუნქტს და ამ პუნქტში დავიუფლებთ ადამიანურ ნებელობას, რომელიც როგორც გასულ ლექციაში მოგახსენებთ, ცნობიერების მესამე ფენიდან ზე მიიმართება. ამით ჩვენ იმავდროულად იმ სუბიექტურ ობიექტურსაც შევიმეცნებთ, რასაც ასე ძალუმად ესწრაფოდა გოეთე. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა შევიმეცნოთ უწინარეს ყოვლისა ის, თუ რაოდენ საუცხო ურთიერთკავშირშია გარე სამყაროსთან, გარეგრძნობების მეშვეობით განხორციელებული ადამიანის აღზრდის პროცესი. მოსაზრება თითქოს და გარე სამყარო უბრალოდ ზემოქმედებს ჩვენზე, ჩვენ კი ჩვენის მხრივ რეაგირებთ ამ ზემოქმედებაზე, უხეშია და მოუქნელი. სინამდვილეში მიმდინარეობს მშვინვიერი პროცესი გარედან შიგნით, რომელიც ქვეცნობიერების სიღრმეებს შინაგან მშვინვიერ პროცესს იუფლებს ისე, რომ ეს ორივე პროცესი იმავდროულად აზრებსაც გარემოიცავს. შიგნიდან გარეთ მოქმედებს ადამიანის ნებელობა. ადამიანის ნებელობა და კოსმოსური აზრები გადაიკვეთება. გადაკვეთის პუნქტში ისინი ურთიერთ ეხებიან ისევე, როგორც სუბიექტური და ობიექტური. ეხებოდა ერთმანეთს სუნთქვაში. ესე იგი, ჩვენი ნებელობა და კოსმოსური აზრები ისევე ურთიერთ ეხებიან, როგორც სუბიექტური და ობიექტური ეხებოდა
ერთმანეთს სუნთქვაში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმის შეგრძნება, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი ნებელობა ჩვენივე ხედველობის ორგანოს შემწეობით. უნდა ვისწავლოთ შეგრძნება, რომ ჩვენი გარეგრძნობების აქტიურობაში ძლივს შესამჩნევად ერევა ის პასიურობაც, რომლის გამჭოლ ხორციელდება კოსმოსური აზრების და ადამიანის ნებელობის გადაკვეთა. ჩვენ უნდა განვავითაროთ ნებელობის ეს ახალი იოგა და მაშინ გვეუწყება რაღაც იმის მსგავსი, რაც ადამიანს ეუწყებოდა სუნთქვის პროცესში 3000 წლის წინ. მაშინ შევეგრძნობთ მშვენიერ სისავსებს, მაშინ განვმაღლდებით სულით. მაშინ შევეგრძნობთ მშვენიერ სისავსეს, მაშინ განვმაღლდებით სულით. კიდევ ერთხელ ვთქვათ, ხო? მაშინ შევეგრძნობთ მშვენიერ სისავსეს, მაშინ განვმაღლდებით სულით. ამას დაარქვა ესე იგი ნებელობის ახალი იოგა, რომელიც საშუალებითაც გვეუწყება რაღაც იმის მსგავსი, რაც ადამიანს ეუწყებოდა სუნთქვის პროცესში 3000 წლის წინ. რა იოლი იყო ესე იგი 3000 წლის წინ, ის რაც ახლა ამდენი მუშაობის შედეგად უნდა მივიღოთ. აქეთკენ იყო მიმართული გოეთეს მსოფლმხედველობაც. გოეთე ესწრაფოდა ამოეცნო წმინდა ფენომენი, რომელსაც პირველად ფენომენს უწოდებდა. ამისთვის იგი გარე სამყაროს მიერ ზემოქმედებას უპირისპირებდა ლუციფერული ზემოქმედებისგან სრულიად თავისუფალ დაწმენდილ აზრებს. ამგვარი აზროვნების ერთ-ერთი დანიშნულება, ბოდიში ერთადერთი დანიშნულება უნდა ყოფილიყო ფენომენების შეპირისპირება. სწორედ ამ პირველადი ფენომენის მიკვლევა და არა ბუნების კანონების ახსნა იყო გოეთესთვის მთავარი და არსებითი. ვინაიდან ადამიანს, თუ კი იგი მიაკვლევს ამ პირველად ფენომენს, გარე სამყაროში ექნება რაღაც ისეთი, რაც მას შესაძლებლობას მისცემს გარე სამყაროს აღქმისას საკუთარი ნებელობის ქმედითობაც შეიგრძნოს. და შემდეგ იმ ობიექტურ სუბიექტურსაც მიახლოს, რაც ძველ მოძღვრებებში გარკვეულწილად ძველებრაულ მოძღვრებაშიც ვლინდება. კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ეს ადგილი. ესე იგი, გოეთესთვის მთავარი იყო ამ პირველადი ფენომენის მიკვლევა და არა ბუნების კანონების ახსნა. რადგან ადამიანს, თუ კი იგი მიაკვლევს ამ პირველად ფენომენს, გარე სამყაროში ექნება რაღაც ისეთი, რაც მას შესაძლებლობას მისცემს გარე სამყაროს აღქმისას საკუთარი ნებელობის ქმედითობაც შეიგრძნოს და შემდეგ იმ ობიექტურ სუბიექტურსაც მიახლოს, რაც ძველ მოძღვრებებში გარკვეულწილად ძველებრაულ მოძღვრებაშიც ვლინდება. ჩვენ არ უნდა შემოვიფარგლოთ მატერიალურის და სულიერის ურთიერთსაწინააღმდეგო ბრიობის კონსტატაციით, არამედ უნდა შევიმეცნოთ მათი ურთიერთკავშირი. სწორედ გარეგრძნობა და აღქმებში უნდა შევიცნოთ მატერიალურის და სულიერის, როგორც ერთგვარი ერთობლიობის ურთიერთქმედება. თუ კი ბუნებას არ აღვიქვამთ მხოლოდ და მხოლოდ მატერიალისტურად, ან და ფანტაზიებს მიმძლავრებულ გუსტავ თეოდორ ფიხნერის მსგავსად რაღაც მშვენიერს არ შეუთხზავთ და მივატმასნით მას, მაშინ აღმოცენდება ისეთი რამ, რაც ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც იყო იაჰვეს კულტურა 3000 წლის წინანდელი კაცობრიობისთვის და ასევე, თუ კი ჩვენ ვისწავლით გარეგრძნობებთან ერთად მშვენიერის თანაგანცდას ბუნებაში, ამით გარე ბუნებასთან ქრისტეს კავშირის აღქმასაც ხელვიწიფებთ და მაშინ ბუნებასთან ეს ქრისტეს მიერი კავშირი სუნთქვის სულიერი პროცესის ერთგვარი მსგავსება გახდება. ჯანსაღი ადამიანური ცნობიერება მეგზურობას გაგვიწევს, რათა უკეთ გავიგოთ, რომ ჩვენს სამშვენველს საფუძვლად უდევს წინარე ყოფიერება. წინარე არსებობა. ჩვენ უნდა შევავსოთ ჩვენი წმინდა და ეგოისტური წარმოდგენა, რასაც მხოლოდ და მხოლოდ გარდაცვალების შემდგომი არსებობის ადამიანური სურვილი განაპირობებს. ნამდვილი ცოდნით სამშვენველის წინარე ყოფიერების შესახებ. ესე იგი, ეხლა ეს ჩადგმულია ეს წინადადება და
ეხლა ასე წავიკითხოთ, რომ ჩვენ უნდა შევავსოთ ჩვენი წმინდად ეგოისტური წარმოდგენა, რასაც მხოლოდ და მხოლოდ გარდაცვალების შემდგომი არსებობის ადამიანური სურვილი განაპირობებს, რითი უნდა შევავსოთ ეს ეგოისტური წარმოდგენა? ნამდვილი ცოდნით სამშვინველის წინაყოფიერების შესახებ. კვლავ და კვლავ ახალი ხერხებით, სხვა უწინდელზე უფრო ქმედითი საშუალებებით უნდა განვმაღლდეთ სამშვინველის ჭეშმარიტი მარადიულობის აღქმამდე. უკეთ ცხოვრებას გავდივართ შეგნებით, რომ ჩვენი ყოველი მზერით, რომელიც გარე მიიმართება, ყოველი ბგერით, რომელსაც სმენით აღვიქვამთ, რაღაც სულიერი თუ არა, რაღაც მშვინვერი მაინც შთაიღვრება ჩვენში და ამავე დროს ჩვენ გარესამყაროში ჩვენსავე მშვინვიერებას მივმართავთ, რაც ნიშნავს, რომ მივახციეთ იმ შეგნებას, რომელიც კაცობრიობას თავისი მომავლისთვის ესაჭიროება. ეს კიდე წავიკითხოთ, უკეთ ცხოვრებას გავდივართ შეგნებით, რომ ჩვენი ყოველი მზერით, რომელიც გარე მიიმართება, ყოველი ბგერით, რომელსაც სმენით აღვიქვამთ, რაღაც სულიერი თუ არა, რაღაც მშვინვერი მაინც შთაიღვრება ჩვენში და ამავე დროს ჩვენ გარესამყაროში ჩვენსავე მშვინვიერებას მივმართავთ, რაც ნიშნავს, რომ მივახციეთ იმ შეგნებას, რომელიც კაცობრიობას თავისი მომავლისთვის ესაჭიროება. ერთხელ კიდევ დავუბრუნდეთ ადრე ხსენებულ მაგალითს. თქვენ ხედავთ ცეცხლის ალს, შემდეგ თვალს ხუჭავთ და თვალწინ გიდგათ სურათი, რომელიც ნელ-ნელა იმქრება, არის თუ არა ეს უბრალო სუბიექტური პროცესი. რა თქმა უნდა, გვპასუხობს თანამედროვე ფიზიოლოგი, მაგრამ იგი ცდება. კოსმოსურ ეთერში ეს პროცესი აღიბეჭდება როგორც ობიექტური. ისევე როგორც ობიექტურია ადამიანის მიერ ამონასუნ ქაერში ნახშირორჟანგის არსებობა. თქვენ კოსმოსურ ეთერში აღბეჭდეთ ხატსახე, რომელსაც შეიგრძნობთ როგორც მხოლოდ და მხოლოდ გამქრალ ნარჩენ ხატსახეს. ეს არ არის უბრალოდ სუბიექტური პროცესი, არამედ ობიექტური პროცესი გახლავთ. დიახ, ამ საქმეს, აქ საქმე გვაქვს ობიექტურთან. თქვენ საშუალება გეძლევათ აღიქვათ, რომ ის, რაც თქვენ შიგნით განხორციელდა, იმავდროულად უფაქიზესი კოსმოსური პროცესია, ოღონდ იგი უნდა გააცნობიეროთ. უკეთ მე ცეცხლის ალს ჭვრეთ, შემდეგ კი თვალს ვხუჭავ და მისი განქრევის შესაძლებლობას ვქმნი. ცხადია ჩემ შეგრძნებაში. იგი მაშინაც ქრება, როდესაც თვალი ახელილი მაქვს, მაგრამ მე ამას ვერ ვამჩნევ. მაშინ მე განვიცდი პროცესს, რომელიც არა მხოლოდ ჩემში, არამედ მთელ სამყაროში ხდება, თანაც არაოდენ ცეცხლის ალის მიმართებით. მაგალითად ხვდები ადამიანს და შემდეგ ვამბობ, ამ ადამიანმა მითხრა ესა და ეს, რაც ან სიმართლეა, ან ტყუილი. ეს არის განსჯა, მორალური ან ინტელექტუალური აქტი, განხორციელებული ჩემს სამშვინველში. შემდეგ იგი ცეცხლის ალის მსგავსად ინქრევა და ეს გახლავთ მსოფლიო ობიექტური პროცესი. თქვენ გაიფიქრეთ რაღაც კარგი თქვენს ახლობელზე, შემდეგ ის ქრება და კოსმოსური ეთერის ობიექტურ პროცესად იქცევა. თქვენ გაიფიქრეთ რაღაც ცუდი და იგი განინქრა როგორც ობიექტური პროცესი. თქვენ არ ძალგით თქვენს არსებაში როგორც კოლოფში ჩაკეტოთ თქვენი აღქმები და აზრები სამყაროზე. თქვენ გონიათ, რომ საკუთარ არსებაში ატარებთ მათ. ისინი კი ამ დროს ობიექტურ მსოფლიო პროცესს წარმოადგენენ. როგორც მესამე ეპოქის ადამიანები აღიარებდნენ, რომ სუნთქვის პროცესი არის ის, რაც ადამიანში და ობიექტურ სამყაროში ერთდროულად ხორციელდება. ასევე მომავალში კაცობრიობამ უნდა გააცნობიეროს, რომ შვინვიერი, რომელზეც მოგახსენეთ, არის ობიექტური მსოფლიო პროცესი. შეგნების ამგვარი მეტამორფოზა უფრო დიდ მშვინვიერ ძალას საჭიროებს, ვიდრე ადამიანს სადღეისოდ აქვს განვითარებული. საკუთარი არსების ამგვარი შეგნებით გამსჭვალა ნიშნავს ეზიარო მიქაელის კულტურას. როგორც ქრისტიანობის წინარე მეორე, მესამე ათასწლეულების ადამიანისთვის ბუნებრივი იყო ფიქრი სამშვინველით გამსჭვალულ ჰაერზე, ასევე ბუნებრივი და უცილობელი უნდა გახდეს თქვენთვის აზრი სინათლეზე. სინათლეზე როგორც სამშვინველის მომცველზე. ჩვენ ამას უნდა მივახციოთ.
სინათლე გარეგრძნობადი აღქმების ზოგად წარმმართველ ფაქტორად უნდა ვაღიაროთ. ძირეულად უნდა გამოვთავისუფლდეთ სინათლის იმგვარი აღქმისგან, როგორცაც დაჩვეულია ჩვენი მატერიალისტური სამყარო. უნდა განვერიდოთ ცრუ რწმენას, თითქოს სინათლე მხოლოდ და მხოლოდ მზიდან გამონასხივი ვიბრაციაა. ასე ლაპარაკობენ ფიზიკოსები და საერთოდ დღევანდელ კაცობრიობის ცნობიერების დონისთან აზიარი ადამიანები. ჩვენ შეგნებაში უნდა გამოიკვეთოს ფაქტი, რომ სხივ ნათლიერებით ახსავსზე სამშვინველი სჭვალავს კოსმოსურ სივრცეებს და იმავდროულად ისიც უნდა გვესმოდეს, რომ წინა ეპოქებში ეს ასე არ იყო. ჩვენს თვალწინაა ობიექტური სხვაობა, რომელიც დედამიწის ევოლუციის პროცესში ჩამოიქნა. უკეთ უზემოთქმულს ცნებებად განვაზოგადებთ, შეგვიძლია ვთქვათ ასე: განმშვინვიერებული ჰაერის აღქმის პროცესი, შემდეგ განმშვინვიერებული სინათლის აღქმის პროცესი. აი, ის, რაც სახელდობ დედამიწის ევოლუციაში აღინიშნება. გოლგოთას მისტერია პირველი პროცესიდან მეორეში გადასვლას ნიშნავს. ესე იგი, გოლგოთას მისტერია გამშვინვიერებული ჰაერის აღქმის პროცესი. დან გადასვლა განმშვინვიერებული სინათლის პროცესის აღქმაზე. აბსტრაქტული მსჯელობა სულიერებაზე, როგორც დღევანდელი, ისე მომავლის კაცობრიობისთვის არასაკმარისია და ერთგვარ დაბინდულ პანთეიზმში ვარდნას მოასწავებს. ის, რასაც თანამედროვე ადამიანები აღიქვამენ როგორც მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურ პროცესს, უნდა აღიქმებოდეს როგორც ჩვენივე მშვინიერებით გაჯერებული პროცესი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, უნდა მივეჩვიოთ ასეთ მსჯელობას. ორი წერტილი. იყო დრო, კერძოდ გოლგოთას მისტერიამდელი პერიოდი, როდესაც დედამიწას გარემო იცავდა სამშვინველით გაჯერებული ატმოსფერო, ანუ ატმოსფერო, რომელშიც არსებობდა სამშვინველი. ჰაერში იყო სამშვინველი რა, ერთისედ. დღევანდელი მიწერი ატმოსფერო მთლიანად დაცლილია იმ მშვინვიერისგან, რომელიც ამასთანავე ადამიანის სამშვინველსაც ეკუთვნის. სამაგიეროდ, სწორედ ეს მშვინვიერი, ადრე ჰაერი რომ მოიცავდა, გადავიდა სინათლეში, რომელიც გათენებიდან დაღამებამდე გარემო გვიცავს. ეს განაპირობა იმან, რომ ქრისტემ თავისი არსი დედამიწას დაუკავშირა. ამრიგად, მშვინვიერ სულიერ ასპექტში ჰაერმა და სინათლემ დედამიწის ევოლუციის პროცესში სახეცვლილება განიცადეს. რა შეიძლება ვუწოდოთ თუ არა ბავშვური პრეტენზია, როდესაც სინათლესა და ჰაერს საკუთრივ მატერიალისტურად განსაზღვრავენ, როგორც უცვლელს დედამიწის მთელი ევოლუციური ათასწლეულების მანძილზე. ჰაერი და სინათლე შინაგანად გარდაიქმნა, გადასხვაფერდა. ჩვენ ისეთი ატმოსფეროსა და ჰაერის პირობებში ვცხოვრობთ, რომელიც არსობრივად განსხვავდება ჩვენი წინა ინკარნაციის პერიოდის ჰაერისგან და ატმოსფეროსგან. ადამიანმა უნდა ისწავლოს გარე მატერიალურში სულიერ მშვინვიერის აღქმა. აი ეს არის მთავარი. თუკი ადამიანები ჩვეულებისამებრ მხოლოდ წმინდად მატერიალურ ყოფიერებას აღწერენ, რომ ეს მატერიალური ყველგან და ყოველთვის სულიერსაც მოიცავს, ამგვარი განსჯით ჭეშმარიტად სულიერი მეცნიერება ვერ შეიქმნება. ეს კიდევ ერთხელ წავიკითხოთ, თუკი ადამიანები ჩვეულებისამებრ მხოლოდ წმინდად მატერიალურ ყოფიერებას აღწერენ, ხოლო შემდეგ ერთგვარი დეკორაციის სახით დაურთავენ, რომ ეს მატერიალური ყველგან და ყოველთვის სულიერსაც მოიცავს, ამგვარი განსჯით ჭეშმარიტად სულიერი მეცნიერება ვერ შეიქმნება. დიახ, ადამიანები ერთობ უცნაურად ვლინდებიან ამ მიმართებით. დღეს მათ სავსებით აკმაყოფილებთ აბსტრაქციები, მაშინ, როდესაც საჭიროა მომავალში გავაუქმოთ აბსტრაქტული სხვაობა მატერიალურსა და სულიერ შორის. სულიერი თვით მატერიალურში უნდა ვეძებოთ და განსაზღვროთ ეს, როგორც ერთდროული, ანუ მატერიალურ სულიერი. თავად სულიერში უნდა ამოვიცნოთ მატერიალურში გადასვლა და უნდა ამოვიცნოთ მატერიალურში სულიერის მოქმედების ხერხი. როდესაც ჭეშმარიტად მივაღწევთ ამას, მაშინ თავად ადამიანის ჭეშმარიტ შემეცნებასაც მივაღწევთ. სისხლი არის განსაკუთრებული სახის წვენი,
ბრჭყალებში წერია. მაგრამ ფიზიოლოგების აზრით ეს სითხე, სისხლი არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს. მათთვის ეს უბრალოდ სითხეა, რომლის ქიმიურ შემადგენლობას სხვა ნივთიერებათა ანალოგიურად იკვლევენ. მაგრამ თუ კი ჰაერის და სინათლის მეტამორფოზას მართებულ მშვინვიერ ასპექტში შევიმეცნებთ და ამ შემეცნებას ამოსავალ წერტილად დავისახავთ, მაშინ თანდათან კვლავ მივუახლოვდებით ადამიანის არსების მისი ყოველი ნაწილის მშვინვიერ სულიერ გაგებას. მაშინ ჩვენთვის აღარ იარსებებს აბსტრაქტული მატერია და აბსტრაქტული სული, არამედ სული, სამშვინველი და სხეული მათ ურთიერთქმედებაში. სწორედ ეს იქნება მიქაელის კულტურა. ამასვე მოითხოვს ჩვენი დროებაც. ეს უნდა დაიუფლონ და მშვინვიერი ცხოვრების ყოველი ნერვით აითვისონ მათ, ვისაც თანამედროვეობის დღევანდელი ეპოქის გაგება სურთ. ადამიანი ხანგრძლივ წინააღმდეგობას აწყდება მაშინ, როდესაც მის მსოფლმხედველობაში რაღაც განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი უნდა შემოვიდეს. მე ხშირად მომყავს მაგალითად ერთი გულის ამაჩუყებელი შემთხვევა, როდესაც 1835 წელს ფიუსტიდან ნიურნბერგამდე რკინიგზის გაყვანის საკითხი დადგა. ბავარიის სამედიცინო კოლეგიას დაეკითხნენ, დასაშვებია თუ არა ამგვარი მშენებლობა ჰიგიენის თვალსაზრისით. კოლეგიამ უპასუხა, რკინიგზა არ უნდა აშენდეს. ვინაიდან ადამიანები, რომლებიც გადაადგილების ამ საშუალებით ისარგებლებენ, ნერვიულად დაავადდებიან. მაგრამ ისიც დასძინეს, თუ კი ისეთებიც აღმოჩნდებიან მაინც თავისას რომ გაიტანენ და რკინიგზის მშენებლობას დაიწყებენ, მაშინ ყოველ მიზეზს გარეშე სარკინიგზო ლიანდაგის გაყოლებაზე უნდა აღიმართოს ორმხრივი მაღალი მესერი, რომელიც მატარებლების მიმოსვლისას ახლო-მახლო მყოფთ ტვინის შერყევისგან დაიცავსო. დიახ, ჩვენ აქ მოწმენი ვართ ერთი ისეთი მსჯელობისა, რომელიც ხუხულასავით დაინგრა. მეორე ამის მსგავსი კაცობრიობის განვითარებას ეხება. დღეს ჩვენ ღიმილს გვგრის ბავარიის სამედიცინო კოლეგიის 1835 წლის დოკუმენტი, მაგრამ ეს არც თუ ისე სასაცილოა. თუ კი გავითვალისწინებთ, რომ დღესაც ანალოგიურ სიტუაციაში ადამიანები ზუსტად ისევე იქცევიან. ბავარიის კოლეგია საბოლოო ჯამში დიდად არ სწოდავდა. დღევანდელი ადამიანის მდგომარეობას 200 წლის წინანდელი ადამიანისას თუ შევადარებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ადამიანები მართლაც ძალზე ნერვიულები არიან. შესაძლოა ბავარიის სამედიცინო კოლეგია რამდენადმე აჭარბებდა, მაგრამ ადამიანები ნამდვილად ნერვიულები გახდნენ. ამჟამად კაცობრიობის თანმიმდევრული განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ზოგიერთი იმპულსი დედამიწის ევოლუციაში დამკვიდრებას რომ ესწრაფვის, არ განიდევნოს. რამე თუ ის, რაც დროდადრო კაცობრიობის კულტურულ ევოლუციაში შემოსვლას ლამობს, ძალზე ხშირად უხერხულობას უქმნის ადამიანებს. ამიტომ ყოველივე, რაც კი კაცობრიობის კულტურული განვითარებისადმი პასუხისმგებლობას გვაკისრებს, ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა გაცნობიერდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დამოკიდებული ადამიანების კომფორტსა და მიდრეკილებებზე, თუნდაც ყოველმხრივ სრულქმნილსა და დახვეწილზე. ამ სიტყვებით ვასრულებ ჩვენს დღევანდელ ლექციას. ვიცი გამძაფრდება ბრძოლა ანთროპოსოფიურ შემეცნებასა და სხვადასხვა მოსაზრებებს შორის, ამის ნიშნები ყოველი მხრიდან იჩენს თავს. ათასგვარი რწმუნებები, აღსარებლობები, რომლებიც ძველი გათელილი გზით სიარულს ამჯობინებენ, რომელთაც არ სურთ განიმაღლონ გოლგოთას მისტერიის ახალ შემეცნებამდე, საგულდაგულო დამაგრებენ თავიანთ საბრძოლო პოზიციებს, რომლებიც კარგა ხანია დაიკავეს. ბრძოლა დაწყებულია და ქარაფშუტობა იქნებოდა ამაზე თვალის დახუჭვა. თავად მე მერწმუნედ არ ვესწრაფი ამ ბრძოლას, რომელშიც ასეთი გააფთრებით, განსაკუთრებით კათოლიკურ ეკლესიასთან, ასეთი გააფთრებით გვიწევს მოწინააღმდეგე მხარე. ამ ბრძოლას, რომელშიც ასეთი გააფთრებით გვიწევს მოწინააღმდეგე მხარე, წინააღმდეგობას ალბათ უნდა იყოს და აკლია აქ სიტყვა, ვისთვისაც ცნობილია ჩვენი დროების ღრმა ისტორიული იმპულსები, უეჭველად მოერიდება საუკუნეებით კურთხეულ წესრიგებს. მაგრამ უკვე თუ ბრძოლა მოგვახვიეს თავს, უკან არ დავიხევთ. ჩვენი დროის სამღვდელოება არავითარ შემთხვევაში არ მოისურვებს კარი გაუღოს იმას, რაც უნდა შემოვიდეს სახელდობრ სულიერ მეცნიერებას.
ავიღოთ თუნდაც ის უცნაური, გროტესკული მითითება, რომელიც ამას წინათ სადღაც ამოვიკითხე. თურმე ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ სულიერ მეცნიერებას ადამიანები მხოლოდ ჩემი ოპონენტების ნაშრომებიდან უნდა გაეცნონ, რადგანაც პაპმა კათოლიკებს ჩემი ნაწერების კითხვა აუკრძალა. ეს ხუმრობა არ გეგონოთ, ეს ძალზე სერიოზული განაცხადია. მტრობას, რომელიც ასეთნაირად ვლინდება, რომელსაც ძალოც მსოფლიოში გაავრცელოს ამგვარი აზრი, გულგრილად არ უნდა მოვეკიდოთ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამგვარ მტრობაში უბრალოდ და დაუძაბავად ვერ ჩავერთვებით. ავიღოთ კათოლიკური ეკლესია. აქ ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ ოდითგან კურთხეულ წესრიგებს. თუ კი გვესმის მღვდლის სამოსის მნიშვნელობა, როდესაც იგი წმინდა მესას კითხულობს, თუ კი გვესმის ამ სამოსის ცალკეული ნაწილების მნიშვნელობა, ან წმინდა მესის თითოეული ნაწილის მნიშვნელობა, მაშინ იმის ცოდნაც გმართებს, რომ ეს ყოველივე კურთხეულია და მოწიწებას იმსახურებს, რამე თუ ბევრად უფრო ადრეულია ვიდრე თვით ქრისტიანობა. წმინდა მესა ძველი მისტერიების კულტურა გახლავთ, ოღონდ სახეშეცვლილი, ქრისტიანულ ყაიდაზე გარდათქმული. ამჟამინდელი სამღვდელოება კი ბრძოლის ზემოაღნიშნულ მეთოდებს რომ მიმართავს, თავისი კულტის წიაღში ცხოვრობს. ამიტომ თუ ერთი მხრივ სახეზე არსებული კულტების და სიმბოლოების ღრმად აყვანისცემა, ხოლო მეორე მხრივ ხედავთ თუ რა უღირსი ხერხებით იცავენ მათ, რაოდენ უღირსად ესხმიან თავს იმას, რაც კაცობრიობის ევოლუციაში შემოსვლას ლამობს, მაშინ გავაცნობიერებთ იმ სერიოზულობას, რომელიც აუცილებელია, რათა საჭირო პოზიცია დავიკავთ. ეს მართლაც ღრმა და სერიოზული შესწავლის საგანია. ის, რასაც საპირისპირო მხარე განაცხადებს, ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ამ დროს მცონარობა დაუშვებელია. პირიქით, ჩვენ განსაკუთრებული სიფხიზლე გვმართებს 2 წლეულის მანძილზე, ვიდრე შუა ევროპაში ანთროპოსოფიული მოძრაობა ვითარდებოდა, ჩვენ კიდევ შეგვეძლო მოთმინება და ერთგვარი მიმტევებლობა გამოგვეჩინა ჩვენს რიგებში ფეხმოკიდებული სექტანტური მცონარობის და ინდიფერენტულობისადმი, რაც ახლაც ღრმად არის გამჯდარი ანთროპოსოფიულ მოძრაობაში შემოსულ ადამიანთა სამშვიდობელებში, მაგრამ დღეს ამგვარი მიმტევებლობის უფლება აღარ გვაქვს. სრული სიმართლეა ის, რაც მე აქ არაერთ გზის ხაზგასმით მithქვამს. სახელდობრ აუცილებელია ჩავწვდეთ ანთროპოსოფიული მოძრაობის მსოფლიო ისტორიულ მნიშვნელობას. წვრილმანებს შეგვიძლია ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ ამასთანავე მცირე იმპულსებს ანგარიში უნდა გავუწიოთ ისევე, როგორც დიდსა და სერიოზულს.